დიდი ნიშნასწავლები მოხდება. დიდი ტკივილებიც იქნება, კიდევ ერთხელ იქნება მძიმე ომი საქართველოს მიწაზე. ბრანგვი გადმოვა ღვთისმშობლის მენახში საქართველოში. და ეს საჭირო გახდება, რომ სინანულში მოვიდეს ეს გარყვნილი მოდგმა ქართველობიდან და სვეტიცხოველში მოხდება დიდი სასწაული. შიომღვიმის სამარეზე მირონი წარმოდინდება იქ. შიომღვიმის სამარეში ისევ ზეაიწევა შიომღვიმელი ყველიერის ხუთშაბათს. თამარ მეფის საფლავი ეს დიდ სულიერ აღწევანებას გამოიწვევს ქართველობაში და არა მარტო ქართველობაში, ამის მოწმედი სხვანი და სხვანი შეიქმნებიან. არის წინასწარმეტყველო, რომ ბოლო ჟამს უამრავი ადამიანი მორწმუნეებზეა ლაპარაკი, დღეს ჩამოდიან ზნეწამხდარი აფრო-აზიელი ველურები, წარმართები, გარყვნილი მოდგმა, გაუყუღმართებული, თავისი სამშობლოს პარაზიტები ომს რომ გამოეცხეს და ასე შემდეგ. მაგრამ იმ დროს უკანასკნელს ჩამოვლენ არა ესენი, არამედ ღვთისმოსავია და ყველა ქვეყნიდან დაიძრებიან. ისეთი ნიშნასწავლები მოხდება საქართველოში. მეტადრე მაშინ, როდესაც ივერის ღვთისმშობელი გამოჩნდება, ათონი როცა დამანგრეველი მიწისძვრები ჩაიძრება, მაშინ რაც ივერის ღვთისმშობელი დატოვებს და როდესაც გამოჩნდება პანერგესულიც, ესე იგი ხუხილოვანი ქადაგებებით წმინდა იოანე მახარებელი შვილობილი ღვთისმშობელი მარიამისა, მისი დედოფილის წილხვევს საქართველოში. ეს ყოველივე მოხდება. ახლა ჩვენ გარყვნილება მეფე განსაცდელები არ გვაძლევს საშუალებას ეს დავინახოთ, მაგრამ მოვა ჟამი და მოიტანს მადლს, რომლითაც სულიერ დაბრმობილი თვალები აგვეხილება და ამ ყველაფერს ვიხილავ და დავამოწმებ. თუმცა ამის შემდგომ დიდხანს აღარ გააგრძელებს ქვეყნიერება არსებობას. უკანასკნელი არმაგედონის ომი, ნიშანი ძისაკაცისა 45 დღედაღამე ამ ომის შემდგომ მთელ ცაზე, ანუ ჯვარიპატიოსანი, რომლის შემდეგაც უკვე მოვალ სოფალი დიდებით გაანშათ ცოცხალთა და მკვდართა.